ბატონო ერეკლე, პირველ რიგში თქვენი პოლიტიკური ძალის, აი დღეს ამ წუთის სამოქმედო სტრატეგია რო განსაზღვროთ, იმიტომ რომ 4 თვის წინ თქვენ საჯაროდ განაცხადეთ, რომ საჭირო იყო ურთიერთდაპირისპირების ეტაპის გადალახვა და ფართო პოლიტიკური დიალოგის დაწყება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის, თუმცა ამ შეთავაზების გამო ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცეთ. საინტერესოა დღევანდელ მოცემულობაში ხედავთ თუ არა ამ დიალოგის პერსპექტივას და შესაძლებლობას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. გავიხსენოთ ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო პოზიცია და განცხადება ჩვენი კოალიციის ლელო ძლიერი საქართველოს მხრიდან, სადაც თქვით, რომ ამ დაპირისპირების გადალახვა არის აუცილებელი, დაპირისპირების და რაღაც გახლეჩილობის დაყოფის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის დიალოგი. დიალოგს აქვს ორი მხარე. ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ პოზიცია ოპოზიცია. ჩვენ როგორც ოპოზიციურმა სუბიექტმა გამოვთქვით სურვილი, ამის გამო თქვენ ახსენეთ, რომ გაგვაკრიტიკა მძაფრად და მძიმედ ოპოზიციის რაღაც მეორე ნაწილმა, მაგრამ დაგვავიწყდა ის, რომ რა გვიპასუხა ხელისუფლებამ, ვისაც დიალოგისკენ ნაბიჯი უნდა გადმოედგა. თქვენს რომ არა, წავიდეს ლელო და ელაპარაკოს პროკურატურას. ელაპარაკოს თურმე სასამართლო სისტემაში ჩაბუდებულ მურუსიძეს, რომელმაც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში გაუბედურა ქვეყანა და ახლა ივანიშვილის პირობებში აუბედურებს ქვეყანას. ამ ვითარებაში რა თქმა უნდა არანაირი დიალოგის შესაძლებლობა არ დატოვა თავად იმ მეორე მხარემ, რომელსაც შეეძლო გადმოედგა ნაბიჯი და შეეძლო იმ ურთიერთდაპირისპირების განმუხტვა, რაც ქვეყანაში აზიანებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც თან გაგაკრიტიკეს, ხომ რამდენად უშვებდით დიალოგის შესაძლებლობას იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც თქვენ შეყვანილი ყავხართ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში და საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდება გადაწყვეტილება. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან. საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა გადაღლილია დაპირისპირებით, გადაღლილია პოლარიზებით, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ამ ნაბიჯით, რომ ლელო მზად არის განიმუხტოს კრიზისი, ქართული ოცნება და ივანიშვილი არ არის მზად რომ განიმუხტოს კრიზისი. ჩვენ ვთქვით რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ივანიშვილმა თქვა რომ არა, დიალოგისთვის კი არა, თქვენ ციხისთვის ხართ მზად და ამაზე აპელირებს. ჩვენ არც არასდროს არაფერს არ შეგშვინებია. ჩვენი პარტიის ლიდერები დააკავეს კიდევაც, საპატიმროშიც იყვნენ, ახალი ბრალი აქვთ წაყენებული და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სიმართლეზე ვერავინ ვერ გვათქმევინებს უარს, მაგრამ ნათლად გვესმის, რომ ნებისმიერი კრიზისის განმუხტვა სჭირდება ძალიან რაციონალური, პატრიოტული, ეროვნული პოზიციების დაცვა, რომელიც ხშირად არ არის ხოლმე კომფორტული, არ არის მარტივი, როცა ადამიანები ძალადობენ შენზე, პროპაგანდის სხვერპლი ხარ, იმიტომ რომ საუბრობენ ათასნაირი ჯურის ტყუილს, ინფორმაციულ ძალადობას, გიჭერენ, შენს მეგობრებს გაჯარიმებენ, გიზღუდავენ ყველაფერს, ყველანაირ შესაძლებლობას განვითარების კლავენ. ჩვენ გარემოცვისთვის საერთოდ პარტიის წევრები, ჩემი პარტიის წევრები გამოგდებულები არიან სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან, რომლებიც თავის დროზე ოპოზიციონერები იყვნენ 2012 წელს, 2012 წელს წინა ხელისუფლების პირობებში. ქართული ოცნების მოყვანაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. იმ ადამიანებს, ვინც შემდეგ ქართულმა ოცნებამ ისევ განდევნა, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ. და ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება მეგობარი ქვეყნების გინება და ამ დროს აღმოჩენა ლავროვის, ზახაროვასთვის სასურველ მეგობრებს შორის. ანუ რაღაც აღრევა გააკეთა თქვენ ახალი ბრალი და დაჭერები ახსენეთ, რამდენად ელოდებით რომ შესაძლოა იმ ახალ საქმეზე, რომელზეც გამოძება დაიწყო ნოემბერში გულისხმობა ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეს, თქვენი ორი ლიდერიც ფიგურანტებს შორის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა ვთქვათ ის 1 მილიონიანი გირაო, რომელიც მათ აქვს შეფარდებული, შეიცვალოს საპატიმრო სასჯელით და ასეთ შემთხვევაში თუ გაქვთ მომზადებული სამოქმედო სტრატეგია, რას აპირებთ? ეს შეკითხვის ფორმულირება მარტივად არის ის, რომ ქართული ოცნება დაიჭერს თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციონერებს. პროგნოზი თან უმადური საქმეა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მიმართებაში.
მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. მურუსიცის სასამართლოში არ ხდება სამართლებრივად კონკრეტული ვითარების შეფასება. ეს არის პოლიტიკური საქმე, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს შუშის სასახლეში ერთი ადამიანი. გასცემს დაჭერის ბრძანებას თუ გათავისუფლების ბრძანებას. ჩათვლის, რომ ეს იყო გაშავების კამპანია მაგალითად ბადრი ჯაფარიძის, თუ ჩათვლის, რომ ეს გაშავების კამპანია არ არის საკმარისი და უკანონოდ კიდევ უნდა დააპატიმროს. მხოლოდ მის ანგარიშზეა ეს. თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს, ჩვენ პროცესში პოლიტიკურ წინააღმდეგობის პროცესში ვართ. ფიქრობთ, ვემუშავებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, მათი ინტერესების ასახვის. მაგრამ ლიდერების გარეშე შემდგომ როგორ აპირებთ თუ ხონდა ეს გავლილი გვაქვს თამთა გავლილი გვაქვს სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 8-9 თვის წინ ჩვენ ლიდერები დააკავეს ჩვენ პარტია და კოალიცია აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი შევძელით მართვის წარმატებულად გაგრძელება შევძელით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოპოზიციის ნაწილი აქტიურად გვესხმოდა თავს მაგრამ მაინც შევძელით და წარმატებულად ვიარეთ კამპანიის ხედავთ იმასაც რომ აი რამდენიმე თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ისე აღარ აქტიურობენ და თითქმის საერთოდ ვეღარ ვხედავთ ჩვენ მათ. სად არიან, სად იმყოფებიან, რა ვთქვათ ამ შემთხვევაში ხარისხით არიან ისინი ჩართულები პარტიულ აქტივობებსა და საქმიანობაში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ისმის შეკითხვა და მართლა არსებობს ეს კითხვა ლეგიტიმურია, იმიტომ რომ მართლა ვერ ვხედავთ მათ. მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებით. არ ვიცი თქვენ რატო ვერ ხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ დარბაზიდან მაგალითად ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს მაგრამ დღეს მე ვნახე ბადრი ჯაფარიძე ტელევიზიით ჩართვით, როცა ის სასამართლო დარბაზში შედიოდა მურუსიძის სასამართლოში. შენელებულია ისა განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძე. არ ვიცი მინდა თვალა ეს ხშირე გულწრფელად გეტყვით, მაგრამ აი მაგალითად გეუბნებით. დღეს ვნახე ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ინტერვიუს აძლევდა, როცა მურუსიძის სასამართლოში შედიოდა, სადაც ქართულმა ოცნებამ გაამწესა ის ბოლო 6 წლის განმავლობაში. დაკეთებთ თქვენ, გრიგოლ გეგელია, თაზო დათუნაშვილი, ანუ უფრო სხვა ლიდერები ნაკლებად მე ვგულისხმობ ამას შესაძლოა კარგია თუ მეტი მოთხოვნილება არსებობს ლიდერების აქტივობის ეს დროთა განმავლობაში როცა მეტი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის სათქმელი უფრო მეტი სიხშირით იქნება სავარაუდოდ გამოსვლები ხაზარაძეც არის აქტიურად ისევ ჩართული რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურად ერთად განვიხილავთ ერთად მსჯელობთ ერთად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს და იმართება პარტია ისე როგორც იერარქიულად სტრუქტურულად პოლიტიკურად არის მიზანშეწონილი პარტიის თავმჯდომარის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის გენერალ-მდივნის და საბჭოს მიერ. ამ ბრძოლაში ვიმყოფებით, ჩვენი თავარი მიზანი არის ის, რომ ერთი კრიზისი განიმუხტოს, მეორე ვემუშაოთ საქართველოს მოქალაქეებს და ვამხილოთ ის კორუფცია, უბედურება, სიღარიბე, ემიგრაციის და დემოგრაფიული კატასტროფა და შემდეგ რაც ივანიშვილმა მოაწყო ჩვენს ქვეყანაში. აკრძალვის ვითარებაშიც ესეთი მდგომარეობაა. არავინ არ იცის გარდა ერთი ადამიანისა, ივანიშვილისა, იმიტომ ეს არ არის არც ერთი სამართლებრივი პროცესი. რატომ გადაავადა ივანიშვილმა ეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეებმა პროცესის დაწყებაც კი ვერ გაბედეს, იმდენად წარმოუდგენელი და მძიმე ამბავია. თავად მოსამართლეებმა ძალიან კარგად იციან, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური დავალება, რომ აიკრძალონ პოლიტიკური პარტიები, მტკიცებულებებზე მიუთითებს და ერთ-ერთ მტკიცებულებად სახელდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც საუბარი არის იგივე თქვენი ლიდერების მხრიდან, თქვათ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გარკვეულ საქმეებზე, რეზონანსულ საქმეებზე, რომლის უშუალოდ დაზარალებულებმაც ისაუბრეს პარლამენტში. შარშან. ეს არ იყო საგამოძიებო კომისია. ეს იყო სასაცილო ცირკი, რომელიც მოაწყო ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში. და ეს ფაქტობრივად ნახეთ. ამის მიღმა არსებობს თქვათ, თუ რაიმე მტკიცებულება შეიძლება არსებობს, ვინმეს წინააღმდეგ. პროკურატურა ქართული ოცნების ხელში არ არის? რა სისულელესაც არ უნდა ავალებდეს ივანიშვილი? ამას ხო პროკურატურა აკეთებს. და რატო სად არის ის სისხლის სამართლის საქმეები? დაზარალებულთა კონკრეტული ისტორიები. არაფერი არ მოგისმენია, ზღაპარი, იმიტომ რომ თუ ეს არის მტკიცებულებაზე დამყარებული, მაშინ პროკურატურას გამოძიება უნდა ქონდეს დაწყებული. რატომ არ არის პროკურატურაში არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული? მტკიცებულების გამყარების გარეშეც კი არაფერი
არაფერი არ არის. ანუ ეს ტყუილზე დგას, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაზე დგას და ეს არის ის სამწუხარო მოვლენა, რადგან სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტი, ქართულ მოოცნებამ აქცია ტყუილის და პროპაგანდის ეპიცენტრად, იმიტომ რომ მიიყვანეს იქ ადამიანები, რომლებიც ჯერ ერთი ხელს ადებდნენ რაღაც ოპოზიციონერ ლიდერებს, ჟურნალისტებს, სხვა სამოქალაქო პირებს, სხვადასხვა ბრალში და შემდეგ აღმოაჩინეს აი ერთ-ერთი პირი იყო მგონი მამუკას და ბადრის წინააღმდეგ ყავდათ მიყვანილი, რომელმაც რაღაც სიგიჟეები და სისულელეები ილაპარაკა და ბოლოს დაამატა ის, რომ აიო, კახ კალაძეო არ მიფორმებსო მიწასო, რეგისტრაციაში არ მიტარებსო და აღმოჩნდა, რომ თურმე ორ კვირაში მიწა გაუფორმეს რეგისტრაციაში, დაუკანონეს საკმაოდ დიდი სიმდიდრე. ამ ვითარებაში, როცა ესეთი ხალხი მიიყვანეს, რომელსაც ერთადერთი საზრუნავი ჰქონდა, რაც ჰქონდა დავალებული, სადღაც სუსიდან თუ სხვა წყაროებიდან, ეთქვა და ბრალ ტალახი ესროლა პოლიტიკოს შემდეგ ორ კვირაში თურმე შემთხვევით ის რასაც 10 წელი არ უკეთებდა ქართული ოცნება მიწები დაურეგისტრირეს ანუ გაამდიდრეს ანუ პოლიტიკაში რასაც ახლა კორუფცია ეს ხო დანაშაულია და ამ დანაშაულის პირობებში შეუძლებელია რომ რაიმე განცდა მქონდეს რომ ამ დასკვნამ წულუკიანის რაღაც საცირკო წარმოდგენამ რაიმე ტიპის სამართლებრივი აი ამ დოკუმენტი მოცემულობაში რასაც თქვენ აღწერთ იქნებოდა თუ არა უმჯობესი რომ მარტში შეერთებოდით თქვა იმ 9 პოლიტიკური ძალისგან ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსს ანუ არაერთხელ გისაუბრიათ მანამდეც რომ საჭირო არის და საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა ქონიათ მსგავსი შეთავაზებებიც რატომ გაემიჯნეთ ოპოზიციურ ალიანსს და დღეს ფიქრობთ თუ არა რომ ის იყო ერთგვარი შეცდომა და ფიქრობთ თუ არა რომ ერთობა დღეს არის საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციის ერთობა ჩვენ საუბრობთ საზოგადოებრივ ერთობაზე ჩვენ საუბრობთ ქართულ ხალხთან ერთობაზე და არასდროს ლელოს არ ქონია რაიმე ტიპის ან ქმედება ან мотиваცია რომელიც გულისხმობს ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას, განსაკუთრებით თუნდაც ნაციონალურ მოძრაობასთან. მაგრამ გახსოვს იგივე 2020 წლის არჩევნების დროს თქვენი თქვათ ერთობლივი თანამშრომლობა, თუ თანამშრომლობის ფორმატში. იყო თქვათ არჩევნების შემდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ჰქონდათ ერთად მსჯელობდით. მგონი არასწორად გახსოვთ ეს ფაქტორები, რაც შეეხება ერთი ფორმატის გარშემო იკრიბებოდით, შეიძლება ყველა პოლიტიკური ძალა არ იყავით გაერთიანებული. სხვა ფორმატში, მაგრამ თანამშრომლობის გამოცდილება თქვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მათთან. მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან. თანამშრომლობა სხვა ფორმაა. ჩვენ კრიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში. მაშინ როცა ქართულ ოცნებაში დღეს მოკალათებული ჩინოვნიკები, მათ შორის პოლიტიკური სახეები, თენგიზ შარმანაშვილები თუ ბექაოდიშარიები თუ ასე შემდეგ ისხდნენ ნაციონალურ მოძრაობაში 2012 წელს შემომწირველები იყვნენ და ასე შემდეგ. ჩემს პარტიაში არსებული ლიდერები იყვნენ ბრძოლის ველზე ლევან სამუშია, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და სხვები. ამიტომ როდესაც ნუ გაუკვირდება ისო კრიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს მათ შორის წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამიტომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა ასევე შეკითხვაზე გიპასუხებთ, რაც შეკითხვა იყო, იმაზე გიპასუხებთ. ალიანსზე იკითხეთ თქვენ რომ ალიანსში გაწევრიანება არ გაწევრიანება საკითხი რა არგუმენტებით მივიღეთ და სწორი იყო თუ არა. ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივად რომ შინაარსზე არ დაყრდნობილი თავსებადობაზე არ დაყრდნობილი რაიმე ტიპის ერთობები არ არის ჩვენთვის მისაღები. ნებისმიერი ერთობა არის მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის თავსებადი, თუ შინაარსობრივად წარსულის აწმყოს და მომავლის შეფასებაში ერთმანეთს ვემთხვევით და ჩვენს კოალიციას ლელო ძლიერს საქართველოს იმ ნაციონალურ მოძრაობის თამარ ჩერგოლეიშვილის თუ სხვა შემადგენლობის მიმართ აქვს სრულიად განსხვავებული ხედვა ხშირ შემთხვევაში წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც. ამიტომაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ერთობაში ხელოვნურ ერთობებში საკუთარ თავს. დატოვებს ან დაატოვებინებენ ალიანსს, იმიტომ რომ არ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა ბევრი სუბიექტია და მოვლენების ფონზე გაჩნდა ამის ალბათობაც რომ შესაძლოა არ განვიხილავთ არანაირ ალიანსში გაერთიანებას ჩვენ აი მარტო დამოუკიდებელი სტრატეგიით რამდენად ფიქრობთ რომ მიაღწევთ დასახულ მიზანს თუნდაც გიორგი გახარიას გუნდთან მაინც თუ განიხილავთ თანამშრომლობას რისი გამოცდილებაც მუნიციპალური არჩევნების წინ გქონდათ ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან კომუნიკაცია არსებობს
ეს შეიძლება იყვნენ ახალი პოლიტიკური სუბიექტები, შეიძლება იყოს ძველი პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს ძიმე პოლიტიკური შეკითხვები. შეგიძლიათ დაგვისახელოთ ასეთი პოლიტიკური არა, შემიძლია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია არის პერსონალური კომუნიკაცია, გუნდური კომუნიკაცია, პარტიული კომუნიკაცია, რომელიც არ მოითხოვს არანაირ საჯაროებას. ჩვენ ერთჯერადი თანამშრომლობის ერთი კამპანიური თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს გახარიას გუნდთან, ეს იყო წარმატებული კამპანია, რომლის შემდეგაც მაშინაც პროცესშიც ძალიან რაციონალურად თანასწორ საწყისებზე კომუნიკაცია შედგა და მას შემდეგაც ეს პარტნიორული დამოკიდებულება გახარიას გუნდთან გრძელდება. არსებობენ სხვა სუბიექტები, რომელთა მიმართაც გვაქვს პარტნიორული მოლოდინები და ეს სუბიექტები არიან გაწევრიანებულები. მე ვფიქრობ, რომ ძირითადი სუბიექტები არიან, ძირითადი სუბიექტი არის საქართველოს მოქალაქეების ის დიდი ჯგუფი, არა ერთობა რაღაც სტრუქტურული ერთობა, არამედ ჯგუფი, რომელიც ეძებს იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც წარსულის და არც ძალიან მძიმე დანაშაულებრივი აწმყოს განმეორება. როგორი არის თქვენი პოლიტიკური ძალის ემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის თუ ემზადებით ბადამდელი არჩევნებისთვის, აი რაზე გაქვთ სწორება? ჩვენ ზოგადად ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი არის, რომ მზად იყოს არჩევნებისთვის. არა ემზადოს რაღაც, მოემზადოს დღეს დავიწყე მომზადება, არამედ ყოველთვის მზად იყოს არჩევნებისთვის. ისეთი ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს დიდად პატივს არცემს, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევა, 24 საათი აგინებს მეგობარ ქვეყნებს და ამ დროს თურქმენეთის წარმომადგენლობა ჩამოდის და სიამაყით განიხილავენ ამას. ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელი და კარგია, მაგრამ როგორ შეიძლება გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, ბელგიას, ჰოლანდიას, ყველას აგინოდა ლანძღო 24 საათის განმავლობაში, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს მხარს უჭერდა და ამ დროს გადაერთო რაღაც წარმოუდგენელ ხაზზე, სადაც საქართველოსთან არც ისტორიული, არც ეკონომიკური დიდი კავშირები არ არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა, კითხვები არის, რომ მოლოდინი ამ ხელისუფლების მხრიდან როდის იქნება არჩევნები, როგორ იქნება დემოკრატიული, იქნება არ დემოკრატიული, რა თქმა უნდა, ეს კითხვები არსებობს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი ჩანიშნავს დამოუკიდებელ დემოკრატიულ არჩევნებს. არ არსებობს ამის მოლოდინი, თუმცა ნებისმიერ დროს მზად ვარ და ეს მზაობა გამოხატულია იმით, რომ ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაციას არ დავიწყებთ ან დავიწყებთ. კარგახნესი დაწყებული გვაქვს, რეგიონებში აქტიურად მოძრაობთ, თბილისში თბილისელების ინტერესებს აქტიურად ვიცავთ, ჩვენს მეგობარ პარტნიორ პოლიტიკურ სუბიექტებს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ვეკონტაქტებით, არის ურთიერთგაცვლა პოზიცია. აი საერთაშორისო პარტნიორები ახსენეთ, ნახეთ მათი მხრიდან გახშირებული არის, თქვათ, გზავნილები ბოლო პერიოდში ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. იგივე სულ ბოლო განცხადება შეგახსენებთ წინა კვირას, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, როდესაც ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა კენჭისყრის დარბაზი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ცარიელი ადგილები არ არის, თქვათ, პრობლემის გადაწყვეტის გზა და სხვათა შორის გაიხსენა საქართველოს პარლამენტით, სადაც თქვა, რომ არც საქართველოს პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება იყო სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, აი ამ თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, როდესაც იყო ჩამოსული, მასაც ანალოგიური გზავნილები ჰქონდა და თქვეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობა აუცილებელია ამერიკული ინვესტიციების და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, იყო თუ არა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა? საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა იყო ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების უმნიშვნელოვანესი ფაქტი, როცა ოპოზიციამ თქვა, რომ არ იქნებოდა თანამონაწილე იმ გაყალბების, იმ ძალადობის, იმ დევნის და რეპრესიების, რაც ქართულმა ოცნებამ მოაწყო 2024 წლის არჩევნებზე. ეს პასუხისმგებლობის აღებას, ამ ტიპის პასუხისმგებლობის აღებას პოლიტიკური აქტორები, პოლიტიკოსები და პარტიები უნდა მიეჩვიონ. პასუხისმგებელია და დემოკრატიულ ძალებს გულისხმობა. ქართული ოცნება ამაში არ იგულისხმება. ქართული ოცნება არასდროს არაფერს პასუხისმგებლობას არ აიღებს. არც ის ლიდერები არ ღებულობენ პასუხისმგებლობას. ამ ქვეყანაში, ესე იგი, სტიქიური უბედურებები, ოღონდ არ ვამბობ, რომ სტიქიური უბედურებები სხვაგან არ ხდება, ყველგან ხდება. სტიქიური უბედურება იქნება, კორუფცია იქნება, პრემიერისგან, ჯანდაცვის მინისტრისგან, თავდაცვის მინისტრისგან. ყველა აქეთ უზარმაზარი კორუფცია. აქეთ ტრაგედიება, ქალაქში რა ხდება, წარმოიდგინეთ, ხო? დედაქალაქის მერი იქნება
პრემიერ-მინისტრი იქნება, თავად ივანიშვილი თუ სხვები, არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ აქვს. არასდროს არ მინახავს პასუხისმგებლობა ქართული ოცნების წარმომადგენლს თავად აიღო, სანამ არ დაიჭერენ. სანამ ღარიბაშვილი არ დაიჭერეს, მანამდე არ აიღო არავინ პასუხისმგებლობა ამაზე, ხო? სანამ არ დაიჭერეს ჯუანშერ ბურჭულაძე, სხვა საგამოძიებო ჟურნალისტურ სიუჟეტებზე ამბობდნენ, რომ პროპაგანდა და ტყუილიაო. ყველაფერში მართალი აღმოჩნდით, რაზეც საუბრობდით, რა კრიტიკაც გქონდა. საუბრობდით ძარცვაზე, ტენდერების გაყალბებაზე, არაშენდა, გაფუჭდა, ჩამოინგრა, განადგურდა, ბავშვები მოკვდნენ. ანუ ამაზე ხო საუბრობდით და საბოლოოდ ვინ აღმოჩნდა? ჩემ და სამწუხაროდ და თქვენ და სამწუხაროდ. ჩვენ აღმოჩნდით მართალი, ვინც ვაკრიტიკებდით და დღეს ამბობ ვითომ არაფერი, ბრიფინგი ჩაატარეს, სუსის ბრიფინგი სიამაყით. ესე იგი, წარმოუდგენელი მასშტაბის 60-მდე უმძიმესი კორუფციული სქემა თავად გამოჩნდა, იძულებულები იყვნენ ეს რომ გამოეტანათ, თორე აქამდე რო ლაპარაკობთ აქამდე შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ამბობდნენ რომ ტყუოდით. თურმე მართლები აღმოჩნდა. დღეს რო ვამბობ რომ კალაძეც ამ მსგავსი ტიპის სავარაუდო კორუფციაშია ჩაფლული. ივანიშვილი თავად არის კორუფციული სქემების შემოქმედი, სავარაუდოდ. სხვები და სხვები. ხვალ რატო არ აღმოჩნდები მართალი? თუ ამდენი წლის განმავლობაში მართალი აღმოჩნდა. რომ ფაქტები წარმოადგინოს და ფაქტები. მე არა ვარ საგამოძიებო უწყება. მე არ მაქვს დოკუმენტები. საგამოძიებო უწყებას. მაშინ თუ არა, რაიმე თქვა თუ გაქვთ მტკიცებულება, რაიმე ფაქტი, იმიტომ რომ სულ იგივე პრემიერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ 2024 წლის შემდეგ მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ გზავნილით და ამ ლოზუნგით მოვიდა ის 2024 წელს და არაერთხელ აღნიშნავს, რომ თქვათ მიმართონ საგამოძიებო უწყებებს, თუ კი ვინმეს რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება გააჩნია. თამთა ეს არის ტყუილი და იცით ძალიან მარტივი მიზეზი რატომ არის ტყუილი. იმიტომ რომ თბილისის მერიაში ახლა რაც ხდება, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის მთელი ეს მიმართვა, რომ აი კორუფციას უებრძვი, საფუძველშივე წყალი და არაფერია, აი ცარიელი ადგილია. და ეს ხდება დედაქალაქში უკვე მეორე მოწვევა, ანუ 8 წელს პლუს 8 წელი და კიდევ დრო. ერთი და იგივე ხდება. ის რაც ამ ქალაქში ხდება, ის რაც ბათუმში ხდება. აი რიჟვაძის ამბავი საზოგადოებას რატომ მიავიწყა ქართულმა ოცნებამ. რა მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებით? ანუ ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა პირმა ან ესროლეს, ან სუიციდის მცდელობა იყო, საუბარი იყო რაღაც მილიარდ ნახევარ ლარზე, რომელიც სადაო საკითხი იყო და შემდეგ გაქრა. წავიდა გერმანიაში და დღეს კარგად ცხოვრობს და თორნიკე რიჟვაძის მამა დაცვით დასეირნობს ბათუმის ბულვარში. რამდენ ასეულობით მილიონზეა საუბარი. წარმოგვიდგენია? ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ ხდება იქ ნებართვების გაცემა ბათუმში და თბილისში. სხვანაირად შეუძლებელია დაანგრიო სტადიონი, დაანგრიო მწვანე სივრცე, სარეკრეაციო ზონა და იქ აშენო კორპუსი. აი რა ლოგიკა შეიძლება არსებობდეს, რამაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიაღებინოს ან საკრებულოს, ან მერიას. როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევაზე უბრალოდ თვალები დახუჭო, ნებართვა გასცე და აშენე. კოეფიციენტები ყიდო 24 საათი. მაშინ როცა დედაქალაქში და ბათუმში სიმსივნის მაჩვენებელი არის კოლოსალურად გაზი. რატო არის? იმიტომ სამშენებლო ნაგავი უხარ უბედურება, რაც ჩვენ თავს ტრიალებს. ამ კორუფციამ რაც შექმნა კორუფციული სისტემა მთლიანად ქართულმა ოცნებამ, ჭამს და ანადგურებს ქვეყანას. მე ვუკვირთ, რატოა დემოგრაფია ასეთ მდგომარეობაში, რატო მიდის ამდენი ადამიანი ემიგრაციაში, რატო იღუპება უფრო მეტი ადამიანი ვიდრე იბადება. ეს ხო ის სტატისტიკა, რომელსაც ისევ ქართული ოცნების სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოსცემს ყოველ მოკლე პერიოდში. ფასების ზრდასთან დაკავშირებით, თამთა, როცა აი ფასებზე აპელირებ, რაღაც სასაცილო კომისია შექმნა კობახიძემ, თავს ლაფი დაისხა, კვერცხებთან იბრძოლა, კვერცხის ფასთან. იქაც დამარცხდა და ეხლა ვხედავთ, რომ ფასები ისევ სტატისტიკა ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებით ყოველ თვე იზრდება. ყოველ თვე. ჩვენ ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ვახსენეთ და ზოგადად მინდა კითხოთ აი გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლაზე, როდესაც საუბრობდით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღო უკვე საქართველოსთან დაკავშირებით წვავე შინაარსის რეზოლუცია. აქვს კი რაიმე გავლენა ამას ქვეყანაზე და თუ აქვს მაშინ რა შევლინდება ეს შედეგები, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს რეკომენდაციები არის პოლიტიკური წინაპირობები და პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და მეორე მხარე ათანხმდება ამ დიალოგს ფაქტების და მტკიცებულებების არარსებობის გამო. შესაბამისად, რეზოლუციებს მაშინ რა გავლენა აქვს საქართველოზე თქვენი აზრით?
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს წარმოდგენილი ისეთ ერთობებში, საერთაშორისო ერთობებში, სადაც დაცული იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები, ქართული ეკონომიკა აყვავდება, საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში კი არ წავლენ, საქართველოში დაბრუნდებიან და ასე შემდეგ. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციები და ერთობები, რომლებიც ადამიანის უფლებებსაც იცავენ და ეკონომიკასაც აყვავებენ, არის ევროკავშირი, არის ეუთო ადამიანის უფლებების მიმართულებით, იუნესკო ძეგლთა დაცვის შენარჩუნების და კულტურის დაღირებულებების შენარჩუნების მიმართულებით. მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ასეთ ორგანიზაციებში საქართველოს უნდა იყოს წარმოდგენილი, იმისთვის რომ გადარჩეს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი კულტურა და საქართველოს მოქალაქე იყოს წელში გამართული, შეძლებული და მდიდარი. ამისთვის საჭიროა ის, რომ იმ ორგანიზაციის ძირითადი წესები დაიცვა. ანუ შეუძლებელია მე თქვენთან სახლში მოვიდე სტუმრად, როგორც სტუმარი, გთხოვდეთ რომ მოდი ერთი ოჯახი ვიყოთ, ვიმეგობროთ და ამ დროს არანაირად არ ვცეპატივი თქვენ საოჯახო წესებს. ტალახიანი ფეხსაცმლით შემოვიდე და რაღაც გავაფუჭო ძალიან ცუდად სახლში. ეს ხო სრულიად წარმოუდგენელი. მაშინ არ მემეგობრებით. იგივე მოცემულობაა ძალიან პრიმიტიულად ავხსენე. ახლა იგივე მოცემულობა ივანიშვილი, რომელსაც ხელში უპყრია მთელი ქვეყანა, სახელმწიფო, თამაშობს საქართველოს ბედით, მიდის ევროკავშირთან და ეუბნება რომ პატივს არ გცემ, საერთოდ არ ვაპირებ შენთან, რომ შენ ხარ მოღალატე, ნაძი, რა სიტყვებს ეძახიან ქართული ოცნების დეპუტატები, მოსმენები. მაგრამ ამბობენ რომ ეს ყველაფერი არის საპასუხო რეაქცია. რომელი საპასუხო? ვინ ეძახა, ვინ აგინა? აი ირაკლი ზარქუამ რო აგინა შტატების ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს და სენატორებს. ირაკლი ზარქუამ პირად, ანუ ტელევიზიისთან მიკროფონთან დედა აგინა შტატების სენატორებს და კონგრესმენებს. ეს ხო ფაქტია, ხო მოსმენილი გექნება დარწმუნებული ვარ. ვინ აგინა, რომელმა ჯინ შაჰინმა აგინა ირაკლი ზარქუას, ან ქართულ ოცნებას? ან საპასუხოდ რომ ამბობენ, ტყუილია ეს, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა და მე ამაზე ვწუხარ, რომ საქართველოს, აი ქართველი მშრომელი, კარგი, წელში გამართული ტრადიციული კაცის და ქალის წარმომადგენელი არის ირაკლი ზარქუა. ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარი, რომელიც 24 საათი ანიგირებიან, ანიფურთხებიან და როგორ შეიძლება შენს მეგობარს, რომელიც ამდენ წლის განმავლობაში 20 წლის აი გერმანიის სახელმწიფო რა ვთქვათ, განსაკუთრებულად გერმანიის სახელმწიფოს ესხმის ბოლო პერიოდში თავს ქართული ოცნება. გერმანიის სახელმწიფოს ამ ქვეყანაში, აი ბათუმში სულ ახლახანს 50 მილიონიანი გრანტი, აი დახმარება მისცა ბათუმის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ბათუმს, რომ ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, ახალსოფელი და ეს მიმდებარე ტერიტორიებზე წყალი, სასმელი წყალი შეეყვანათ. ანუ მეუბნება წელში გამართულები ვართ ქართული ოცნება, წელში მაგრად ავაყვავეთ ქვეყანაო და 50 მილიონი გრანტი ჭირდება გერმანიის სახელმწიფოსგან, რომ წყალი შეიყვანოს ბათუმში. ანუ ხო დამამცირებელია ეს ქართველი კაცისთვის და ქალისთვის და არ უნდა იყოს ზარქუას, ოდიშარიას თუ მსგავსი ადამიანები საქართველოს მოქალაქის, ქართველი კაცის და ქალის წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე. ელისაშვილთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკური გუნდი, თქვათ გარკვეულ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ მიმართა ლიბერალების და დემოკრატების ევროპულ ალიანსს, ალდეს, რომ თქვათ მათ მისი თქმით უნდა გაიძულონ, რომ ტერორიზმს გაემიჯნოთ, ან თავად უნდა დაგატოვებინონ ეს გაერთიანება, იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად და პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეთ ალიკო ელისაშვილის საპატიმრო გამომტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. რა მექანიზმებით გესახებათ მისი გათავისუფლება და გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც თქვათ მისი თქვათ პოლიტიკური მასთან პოლიტიკურ ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, იმაზე რაც თქვათ მოხდა ნოემბერში. ძალიან უცნაურია ის, რომ შალვა პაპუაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში იქცა ლელოს და ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველოს პირად ტროლად. სოციალურ ქსელში როგორ აქვს ამდენი დრო, ამდენი Facebook პოსტი წეროს, მართლა წარმოუდგენელია. კითხვის დრო არ მაქვს ხოლმე, იმდენად ხშირად წერს ხოლმე, რა თქმა უნდა, მიგზავნიან და მეუბნებიან, რომ აი ეს დაწერა. წარმოუდგენელი ტროლაობით არის დაკავებული პაპუაშვილი. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ალეკო ელისაშვილის პატრიოტი ადამიანი, საქართველოს ჯარისკაცი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დასაცავად 2008 წლის აგვისტოს ომში, ის მათ შორის იბრძოდა უკრაინაში, შეიძლება ვიღაცას განსხვავებული ხედვა აქვს, მაგრამ ნოემბერში მის ქმედებას როგორ რიცხვით? გეტყვით აუცილებლად, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასაცავად
და პატრიოტი ადამიანია. ის მე ვიცი მის შესახებ ის რომ ალეკო ელისაშვილი ძებნილია პუტინის რეჟიმის მიერ და რომელი ბრალდებით იცით ტერორიზმის ბრალდებით. ანუ პუტინის რეჟიმი ალეკო ელისაშვილზე აცხადებს, გამოცხადებული აქვს დაახლოებით 3 წლის წინ ძებნა, რომ ის არის ტერორიზმში ბრალდებული. საქართველოში მე არ მჯერა მურუსიძის სასამართლოს. არ მჯერა მურუსიძის სასამართლოში მას შემდეგ. თქვენ მაგრამ აი ნოემბერში კადრები ხო? 2 წუთი მაქვს ამ კითხვის საპასუხოდ. 60 წამიც მეყოფა. დიახ. მურუსიძის სასამართლოში არ მჯერა, არც სანდრო გირგულიანის საქმის შემდეგ არ მჯერა, ბევრი რაღაცის გამო არ მჯერა მურუსიძის სასამართლოში. თუმცა თქვათ და დაუშვათ, რომ იმ კადრებზე არის ალეკო ელისაშვილი. ამ პირობებშიც კი საქმე შეეხებოდა სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობას. სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობას. და უნდა გახსოვდეთ სხვათა შორის, რომ თავის დროზე პროკურატურამ ამ ბრალდებით დაიწყო გამოძიება და შემდეგ როდის შეცვალა კვალიფიკაცია გახსოვთ? შალვა პაპუაშვილმა, ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე ისევ რომ მოიცალა ტროლაობა რო დაიწყო და Facebook სტატუსი დაწერა პროკურატურის კვალიფიკაციის მინიჭებამდე რომ ტერორიზმიაო ეს ყველაფერი, შემდეგ შეცვალა პროკურატურა. შეუძლებელი არათანაზომადია ესეც რომ იყოს. თუნდაც თქვა და აი სხვისი ნივთის დაზიანება, ანუ რამდენად უძებნით გამამართლებელ ამ შემთხვევაში საფუძვლებს მის ქმედებას. გამამართლებელი საფუძველი თუ ის დადასტურდებოდა რომ იმ კადრებში იყო ალეკო ელისაშვილი, რა თქმა უნდა არ იარსებებს და არ არსებობს. და ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს თავის დროზე. თქვენ არ გჯერათ რომ იმ კადრებში ასახული პიროვნება არის ალეკო ელისაშვილი? ნამდვილად არ მჯერა. არც ივანიშვილის პროკურატურის მჯერა და არც მურუსიძის სასამართლოსი არ მჯერა. არსებობს რა თქმა უნდა მძიმე შეკითხვები, წარსულის გამო შეუძლებელია სანდრო გირგულიანის შემდეგ და ივანიშვილის იმ ფრაზის შემდეგ. ეს იყო მისი მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა. ანუ რა მიზანი ქონდა, რა მოტივი და უშვებთ თუ არა იმ საფრთხეებს, თქვათ რაც შეიძლებოდა იმ ქმედების და მისი განზრახვის სისრულეში მოყვანას მოჰყოლოდა. გამორიცხავთ რომ რაიმე საფრთხეები მოჰყოლოდა მის ქმედებას. მე ვერ შევაფასებ იმ ბრალდებას, რომელიც მოდის ივანიშვილის პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მხრიდან. ჩემთვის ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. მე არ ვარ არანაირად მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი, არ ვარ იქ რიგი ადამიანების გულშემატკივარი, თუმცა როცა ვხედავ მურუსიძის სასამართლოს, რომელიც ჯერ ერთი ნაცვალ მოძრაობას ემსახურებოდა და ახლა ივანიშვილს ემსახურება, ზუსტად ერთნაირი მყრალი, სრულიად წარმოუდგენელი არასამართლე სტანდარტებით არ მაქვს ნდობა, არანაირი ნდობა, რომ ეს სასამართლო და ეს პროკურატურა რაიმე ჯანსაღ სამართლებრივ პროცესს შექმნის. არ მაქვს და ვერ მექნება ვერანაირი ამ ტიპის განცდა. გულწრფელად არც ის მგონია, რომ დღეს ქართული ოცნების ჩინოვნიკები, რომლებიც დაკავებულები არიან ხან კორუფციის და ხან მითვისების თუ გაფლანგვის თუ რაღაც ბრალდებებით, არც მათ მიმართ არ მგონია, რომ მურუსიძის სასამართლო არის ობიექტური. იმიტომ რომ მურუსიძის სასამართლო არის ის, რომელსაც უმძიმესი დამღა დაადო სასამართლო სისტემას, რომელიც ივანიშვილმა დაიბარა შუშის სასახლეში და თქვა, რომ ეს არის კაცი, რომელმაც საშინელებები აკეთაო ნაციონალურ მოძრაობის დროსო, მაგრამ ახლა დამპირდა კარგ რაღაცებს გააკეთებსო და საშინელებებს აკეთებს. ბოლო შეკითხვას დავსვამ სასამართლო რომ გვერდით გადავდოთ, აი როდესაც კადრები ნახეთ, თქვა მისი განზრახვის განხორციელებაში ხელი რომ არავის არ შეეშალა და თქვა იქ მანდატური არ მისულიყო. არ უშვებთ ალბათობას რომ შეიძლება გარკვეული საფრთხები დამდგარიყო? ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევა, რომელიც შეეხება რაიმე ტიპის საკუთრების ქონების დაზიანებას, გაფუჭებას და შემდგომ ჩვენც არ არის მისაღები. ძალიან მარტივი პასუხია ამ ყველაფერს.